ევროპარლამენტში რეზოლუცია სახელწოდებით მედიის თავისუფლება საქართველოში განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე 324 ხმით 25-ის წინააღმდეგ მიიღო. კენჭისყრის დროს თავი 87-მა წევრმა შეიკავა. რეზოლუცია მზია ამაღლობელის დაუყოვნებელ და უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ასევე გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას და სისხლის სამართლებრივ დევნას, როგორც რეზოლუციაში აღნიშნული. დოკუმენტი მკაცრად გმობს ქართული ოცნების რეჟიმის სისტემურ თავდასხმას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე. გამოთქვამს შეშფოთებას არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმის ბოლოდროინდელი ტალღის გამო. გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ჟურნალისტების თვითნებური დაკავებების, შევიწროებისა და მათ მიმართ ძალადობის გამო. დოკუმენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აქციების დროს დაკავებული პირები. მათ შორის მათე დევიძე, ოპოზიციის ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია, ასევე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. რეზოლუცია მოუწოდებს ყველა რეპრესიული კანონმდებლობის დაუყოვნებლივ გაუქმებისკენ, დემოკრატიის აღდგენის და მედიის თავისუფლების და სამოქალაქო თავისუფლებების სრული დაცვისკენ. მოუწოდებს ევროკავშირს გააძლიეროს მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ფარას ძალაში შესვლის შემდეგ დააკონტროლოს მიმდინარე სასამართლო პროცესები. სინანულს გამოთქვამს ევროკავშირის საბჭოს, წევრი ქვეყნების და ევროკომისიის მუდმივი უმოქმედობის გამო და იმეორებს წევრი ქვეყნებისადმი თავის მრავალგზის მოწოდებას დააწესონ ორმხრივი სანქციები ქართული ოცნების ლიდერების და მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე. რეზოლუცია, რაც ევროკავშირმა მიიღო, არ არის დაფუძნებული რაიმე სამართლიან ინფორმაციაზე, რომელსაც ისინი ღებულობენ ერთი წყაროდან, იმ წყაროდან, რომელიც თავის მიერვე არის შექმნილი. არასამთავრობო ორგანიზაციები და ზოგიერთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდაპირ ჩართულები არიან პროცესების რადიკალიზაციის სამოქმედო გეგმაში. ზეწოლა, ბულინგი ადამიანებისა, რომლებსაც ახდენენ ეგრეთ წოდებულ ბირჟებზე კონცენტრირებული ვეღაც საეჭვო გარეგნობის ახალგაზრდები. ამის მეტი, ამის იქით არაფერი არ თქმულა. რაც შეეხება ამაღლობელს, დანაშაულია ჩადენილი კონკრეტული და სამწუხაროა, მაგრამ დანაშაულიც არსებობს სახეზეა, რომლისთვისაც ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში საკმაოდ კაცრი საჭიროა გათვალისწინება. კოლექტიური რასა იუკნევიჩიანეები პირდაპირ მნიშვნელობით საბჭოთა კავშირის გადმონაშთი მიხეილ სააკაშვილის სურათით ირბეს თუ სხვა მსჯავრდებულის და დამნაშავის სისხლის სამართლის, ხო? ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია და პირიქით ჩემი პირადი აზრია და არა მხოლოდ ჩემი პირადი აზრი, რაც უფრო მეტი რასა იქნება ევროპარლამენტში, რაც უფრო მეტ აი ესეთ სრულიად აბსურდულ, შეურაცხმყოფელ განცხადებას გააკეთებენ, შეურაცხმყოფელ რეზოლუციას მიიღებენ, პირველ რიგში ზიანს აყენებენ იმ გუნდს, რომელ გუნდსაც თვითონ წარმოადგენენ, ზიანს აყენებენ იმ ქვეყნებს, მე საზოგადოებაზე მაქვს რა ფასეულობების იდგა ევროკავშირი, ეს მეორე და მესამე, აი იმ გუნდისთვის იმ აგენტურული ქსელისთვის, რომლის ლობირებასაც ახდენენ, თუნდაც აი ამ ბანერებით სირბილით, უბრალოდ კიდევ ერთხელ კომიკური ფიგურები პირდაპირ მნიშვნელობით, ეს შემდეგ უკვე პირდაპირ კონვერტირდება აი ამ აგენტებში, რომელ აგენტებსაც ესენი აქ კურირებენ.